პროექტ ახალი თბილისის ფარგლებში 45 შენობა ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი თბილისი უნიკალური და მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება ისტორიული უბნის რესტავრაცია. მისივე თქმით, პროექტი მხოლოდ აღმოჩენების გამზირს არ მოიცავს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია. ახალი თბილისის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. თბილისი არის მართლაც სრულიად განსაკუთრებული ქალაქი, განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, განსაკუთრებული ადამიანებით, რაც ყველაზე მთავარია და ჩვენი ვალია, რომ ჩვენი წინაპრების განატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ, ახალი ენერგია შევძინოთ, განავითაროთ ტურიზმი, ეკონომიკა იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისათვის ქალაქი გახდეს იმედის მომცემი, საინტერესო ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ჩვენი ქალაქის ვიზიტორებისათვის, ტურისტებისათვის იყოს ეს ქალაქი მიმზიდველი და ძალიან საინტერესო. უძრავი ქონება, რომელიც ისტორიული ღირებულების და ფასეულობის შენარჩუნებით იქნება განახლებული, რესტავრირებული, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ მომავალში ბიზნესს განახორციელებენ. თითოეული თვეთაგანისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ტერიტორია, რომლის რესტავრაცია, რეაბილიტაციაც განხორციელდება, ქალაქის ისტორიული ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ეს არ არის დასაწყისი. როგორც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ღვინის აღმართზე, მიმდინარეობს სამუშაოები გუდიაშვილის მოედანზე.